მე არ უყურებ ამას როგორც შეზღუდვას, მე ამას პირიქით უყურებ როგორც დამხმარე საშუალებას. ჩემი ტვინი მივაჩვიე იმას, რომ ტკბილს, როდესაც უყურებ, ოპცია ჩემს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადასვლის უკვე გათიშულია. ანუ ის კი არ არის რომ მე არ მომწონს. მე მაგალითად ახლა მიწევს დროებით სადღაც ცხოვრება და გვერდზე აცხობენ რაღაცა ვანილის სუნი მოდის. ბუნებრივია ეს ყველაფერი ფიქსირდება და შემოვიფარგლები დაღნოსვით. მიიღო ტვინმა სიგნალი და გამოვედი გარეთ შევჭამე მანდარინი, ვთქვა, თან ქლიავი, ხო. ეხლა ვიღაცას რო უთხარი, ნუ რა სისულელეაო მითხრა, მაგას როგორ შეგიცვლისო, მაგრამ შესაძლებელია. თუ ამაზე თქვენ იმუშავეთ, თუ კი ოპცია ტკბილეული გათიშეთ ტვინიდან ამას მუშაობა უნდა. მე რა ვქენი ციკოტე დავაკავშირე ტკბილეულის მიღება ტკივილის ეფექტთან. ანუ დავაჯერე ჩემი ტვინი, რომ იმას მე რო შევჭამ, აუცილებლად მეტკინება და თქვენ წარმოიდგინეთ, სადე და მეტკინა.